მოგესალმებით მეგობრებო, დღეს 1 აპრილია და შესვენების შემდეგ რაღაც ცოტა ხანი არ მქონდა ბლოგი ჩაწერილი ამ მოვლენებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ რაღაც სერიოზულად კი ბევრი რაღაცა მნიშვნელოვანი ხდებოდა, მაგრამ მაინც ეს ყოველდღიური ოპერატიული ამბები იყო და რაღაცა ისეთი სიღრმისეული ცვლილებები დიდად არ ჩანდა ირანის ფრონტის მიმართულებაზე. ამიტომ ვეცადე რომ ცოტა ხნით დავლოდებოდი რომ შემეჯამებია ეს ყველაფერი. თუმცა როგორც იცით, ომი დინამიური პროცესია და ძალიან სწრაფად ვითარდება მოვლენები. ამიტომ აი ახლა ამ ბლოგის ჩაწერის მომენტშიც გავრცელდა ერთი ინფორმაცია, რომელმაც ძალიან სერიოზულად უნდა დაგვაფიქროს ქართველები და მომიწია უბრალოდ ბლოგის კორექტირება აქედან გამომდინარე. რადგან გავრცელდა ინფორმაცია და მე გაჩვენებთ ამ ინფორმაციას, რომ თბილისის აეროპორტში დაეშვა ამერიკული ბორტი. ჯერ ოფიციალური დადასტურება ამ ყველაფრის არ ყოფილა, თუმცა აი ნახეთ ვიდეო. გავრცელდა ეს ვიდეო, რომელიც ტელეგრამის არხებით და სხვადასხვა წყაროებით იქნა გავრცელებული, არაოფიციალური წყაროებით, ამერიკული ჰერკულესის დაშვება თბილისის აეროპორტში, რაც მოსალოდნელი იყო მას შემდეგ, რაც 2 დღის წინ შედგა სატელეფონო საუბარი ამერიკის საგარეო საქმეთა მინისტრს და კობახიძეს შორის, რუბიოს და კობახიძეს შორის, რასაც კოცები დიდ ამბავში იყვნენ, ძალიან დიდი ზარზეიმი ჰქონდათ ატეხილი, იმიტომ რომ ალბათ ლეგიტიმაცია აქვს ცნესო და ფეხებზე კიდეაო ამერიკა უკვე ახლოვდებაო, რაზეც ნაცები თავისას წიოდნენ, კიოდნენ, ვითომ ეს არაფერი არა, თუმცა ხომ ყველაფერი პოლიტიკური სპეკულაციით უნდა გამოიყენოს. მე გესაუბრეთ თქვენ ამაზე გუშინ და გუშინ წინ ამ თემებთან დაკავშირებით და გითხარით თუ რა საფრთხის შემცველი არის ეს ყველაფერი, ბევრი ფიქრი ამას არ ჭირდება თუ რისი შემცველია, მაგრამ ამას როგორ ღებულობენ საქართველოში, ამაში არის საქმე. მინდა გაჩვენოთ გუშინ გავრცელებული დროსა და სივრცეში ეს ყველაფერი ძალიან ისე ემთხვევა ერთი მეორეს, რომ საქართველოს არ შეიძლება რომ ეს ამბავი ტყუილი იყოს, სავარაუდოდ ეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ ამერიკული ბორტი დაეშვა, რადგან ერთი წივილ-კივილი იყო ატეხილი და ძალიან დიდი სიხარული იყო, აი ამ წაკლას, აი ამ ბოკერიას ცოლი გუშინ გამოვიდა და კიოდა და წიოდა, რომ თურმე რა კარგი არის ეს ყველაფერი, თუ შეიძლება ნახეთ ეს ვიდეო. საქართველოსა და ირანს შორის უმოკლესი მანძილი არის 160 კილომეტრი. სახმელეთო ოპერაციას ამზადებს ამერიკის შეერთებული შტატები, თბილისიდან 1000 კილომეტრშია თეირანი. ბუნებრივია ეს ზარი არის კარგი, ეს ნიშნავს რომ ამერიკის ინტერესები საქართველოს მიმართ არსებობს. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს 9/11-ის შემდეგ შევარდნაძის დროს როგორ დაიწყო წვრთნის და აღჭურის პროგრამა და ამას ძალიან მალე მოყვა ცვლილება. იგივე მოხდება აქაც. საქართველოში რუსული რეჟიმის მარცხი იქნება არა მხოლოდ ქართული ხალხის, არამედ მთელი თავისუფალი სამყაროს გამარჯვება და ამ გამარჯვებას ჩვენ ერთად ვიზეიმებთ. აი ეს შიზოიდი, არანორმალური, აი ეს ბოროტი მასხარა, ჩამოყალიბებული მასხარა და აი ძუკნაც კი ამასთან შედარებით, არ ვიცი, ალბათ უპატიოსნესი არსება არის, რომელიც მიესალმება იმ ყველაფერს, რაც საქართველოში უნდა მოხდეს, რასაც მოყვა გუშინ ირანის ელჩის განცხადება, რაზეც უკნიდან განათლებულებმა ერთი ამბავი ატეხეს. მოდი გავეცნოთ ახლა ჩვენ თუ რა განაცხადა ირანის ელჩმა, რაზეც ერთი დიდი წივილ-კივილი ატყდა საქართველოში, რომ თურმე ირანის ელჩი გვემუქრება. მუქარას და გაფრთხილებას შორის ძალიან დიდი სხვაობა არის. მოდი მე წაგიკითხავთ ამ განცხადებას, თუ რა განცხადებაც გააკეთა ირანის ელჩმა, რაც იმას მიანიშნებდა, მე თუ მქონდა ეს ინფორმაციები, რომ ეს ყველაფერი რაღაც ამ ყველაფრისთვის იყო მოწყობილი, რომ საჰაერო სივრცე გაიხსნას, რომელზეც უარი უთხრა შეერთებულ შტატებს, ესპანეთმა, საფრანგეთმა, იტალიამ,
ალბათ ირანის დაზვერვა, რომელიც ერთ-ერთი უძლიერესი არის, ქონდა ეს ყველაფერი ინფორმაცია, ამიტომ ელჩმა გააკეთა გაფრთხილების განცხადება და ის ასეთ რაღაცას ამბობდა დონალდ ტრამპის და ამერიკის პოლიტიკის შესახებ ერთ ფაქტს ვერავინ ვერ უგულველყოფს. როდესაც ზოგიერთი ქვეყანა უნებლიეთ ან ნაჩქარევად საკუთარ სივრცეს და ტერიტორიას გარე ავანტიურისტებს უთმობს, ამის ფასს ადრე თუ გვიან ქვეყნის შიგნითვე იწვნევს. ისინი, ვინც გუშინ დონალდ ტრამპს მხარი აუბეს, დღეს იძულებულები არიან ამ ნაბიჯის ფასი გადაიხადონ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოში ირანის ელჩი ალი სეიდ ალი მოჯამინი წერს. მოკლედ, ვრცელი განცხადება არის გაკეთებული, ეს ნაწყვეტი იყო. თუ გაინტერესებთ, ახლა მაგაც მე ცუდად ვხედავ, ამიტომ ნელა ვკითხულობ, მაგრამ მოდი ალბათ თქვენთვისაც ტელეფონებში რთულად იქნება წასაკითხი და წაგიკითხავთ, მე ისევე სჯობია. დონალდ ტრამპის და ამერიკის პოლიტიკის შესახებ ერთ ფაქტს ვერავინ ვერ უგულველყოფს, როდესაც ზოგიერთი ქვეყანა უნებლიეთ ან ნაჩქარევად საკუთარ სივრცეს და ტერიტორიას გარე ავანტიურისტებს უთმობს, ამის ფასს ადრე თუ გვიან ქვეყნის შიგნით იწვნევს. დღეს ნიშნები აშკარაა. საექსპორტო გზების შეფერხება, კაპიტალის გადინება, საზოგადოების მზარდი შფოთვა, გამოფიტვა ომის შედეგების გამო, აგრეთვე ესკალაციის რისკები, მათ შორის ამერიკის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე, ეს ყველაფერი პატარა ქვეყნების გადაწყვეტილების მიღებათა წინაშე დგას. ახლა ომის 31 დღეს თეთრი სახლი იმასაც კი განიხილავს, რომ ამ კონფლიქტის ხარჯები ირანის სამხრეთით მდებარე ქვეყნებმა გადაიხადონ. სწორედ ეს არის წერტილი, სადაც მოკლევადიანი გადაწყვეტილებები და მცდარი გათვლები გრძელვადიან გამოწვევებად იქცა. ისინი, ვინც გუშინ დონალდ ტრამპს მხარი აუბეს, დღეს იძულებული არიან ამ ნაბიჯის ფასი გადაიხადონ. ეს მიდგომა იმავე პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც ჯო ბაიდენიც პერიოდულად მისდევდა, როცა ხსნიდა ახალ ფრონტებს. დღეს კი თვით ნატოს ზოგიერთი მოკავშირე ვაშინგტონთან დისტანცირების შენარჩუნების პოლიტიკას ირჩევს. ყურადღება მივაქციოთ ამ ფრაზას. არც ერთი ქვეყანა არ არის დაცული რეგიონში კრიზისის შედეგებიდან. კრიზისი ბევრად უფრო ახლოსაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. წერს საიდ ალი მოჯაინი. მოკლედ, მე მგონი აქ კომენტარი ზედმეტი არის. გააკეთა განცხადება ირანის ელჩმა, რომ საქართველოს რაც მარტივად რო ვთქვათ გასაგებ ენაზე, ნიშნავდა იმას, რომ საქართველოს საჰაერო სივრცის და სახმელეთო სივრცის დათქმობა შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალებისთვის გამოიწვევს კრიზისს, რომელი კრიზისაც საქართველოს მოსახლეობა თავის ყავზე იგრძნობს. როდი ხშირად მიდიოდა საუბარი, ირანი დაბომბავს თუ არა საქართველოს, ასე იქნება თუ ისე იქნება, ირანს არანაირი სურვილი არ აქვს ზედმეტი მტრები დაიმატოს რეგიონში, მაგრამ თუ ეს მის უსაფრთხოებას პრობლემებს შეუქმნის, ირანი აუცილებლად განახორციელებს იერიშებს და როგორც ხედავთ, ნაცკოცური პოლიტიკური ელიტა აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ ეს დარტყმები, რომელიც ხორციელდება საუდის არაბეთში, რომელიც ხორციელდება კუვეითში, რომელიც ხორციელდება ბაჰრეინში, რა ვიცი, იორდანიაში, ისრაელში და სხვადასხვა ქვეყნებში, საქართველოშიც იქნას გადმოტანილი. ეს ფაქტი სახეზე არის, ამიტომ მე ერთი რაღაცა მინდა უთხრა და ერთი რაღაცისკენ მოუწოდო ქართულ საზოგადოებას.
მე მგონი ახლა ამას ზედმეტი ლაპარაკი და ზედმეტი ის არ ჭირდება თუ საით მიათრევენ ქვეყანას და რა უბედურების შედეგები შეიძლება ამან მოუტანოს ქვეყანას. ამიტომ ყურადღებით მიადევნეთ პროცესებს ყურადღება და იმ შემთხვევაში თუ კი ამათი, აი რასაც ისახის ჩერგოლეიშვილი, რასაც ესენი ქმედებენ, თუ კი ამათი ქმედებიდან ერთი ქართველი მაინც დაიღუპება და ქვეყანა ომში იქნება ჩათხრეული, ყველამ უნდა აგოს პასუხი ქართველიერის წინაშე. როგორც ხელისუფლებამ, ასევე აი ამ ძუკნა ქალმა და მისმა ნაძირალა ქმარმა, რომლებიც არიან როგორც წურბელები მომჯდარი ქართული სახელმწიფოს და ქართველიერის ხარჯზე და სისხლს წოვენ ამდენი ხანია. აუცილებლად უნდა აგონ პასუხი. რა ფორმით და როგორ, ამას ქართველიერი გადაწყვეტს. და ამათ თუ კი ქვეყანა იქნება უბედურებაში ჩათრეული, ქართველმა ერმა ამათ უნდა მოუწყოთ ტრიბუნალი. ის ტრიბუნალი, რაც თავის დროზე უნდა მომხდარიყო. მაგრამ ახლა ამჯერად უკვე მარტო ნაცების კი არა, ნაცქოცების ერთობლივი ტრიბუნალი უნდა განხორციელდეს. დანარჩენი აგერაა და გამოჩნდება. ეხლა მე ბლოგი ცოტა სხვანაირად მქონდა დაგეგმილი, მინდა გადავავლოთ თვალი იმ მოვლენებს თუ რა მოვლენებიც ვითარდება რეგიონში, რომ მეტნაკლებად ვიყოთ გარკვეულები მოვლენებთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ, რომ თვითონ ამერიკის შეერთებული შტატები, რომლებიც რამოდენიმე დღის წინ თავად რუბიო აცხადებდა, რომ Now, they are making threats about controlling the Hormuz Straits in perpetuity, creating a tolling system and the like. That's not going to be allowed to happen. And the president has a number of options available to him if he so chooses to prevent that from happening. ახლა ვინც ინგლისური იცით, გაიგებთ, ვინც არა დაგეტყვით, რუბიო აცხადებდა, რომ არ დაუშვებდა შეერთებული შტატები ორმუზის სრუტის ბლოკირებას, საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ გახსნიდა ორმუზის სრუტეს, ამერიკელები გახსნიდნენ. დღეს უკვე განაცხადა ტრამპმა, რომ ისინი დიდი ხნით არ დაკავდებიან ირანში ომით, მალე დაასრულებენ ომს და ორმუზის სრუტეც ავტომატურად გაიხსნება. ამ ხალხისას ვერაფერს ვერ გაიგებ, მე კი არა, თვითონ ამერიკის დაზვერვის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მე ხა ტრამპის და ჩვენი ინსტიტუტებისო უფრო ნაკლებად მჯერაო, ვიდრეო ირანის დაზვერვის და ოფიციალური საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებებიდან უფრო ხვდები თუ რა ხდება რეგიონშიო, ვიდრე იმიტომ ამ ხალხს თავში რაუდევთ, ნამდვილად ვერავინ ვერ გამოიცნობს, დღეს ერთს ამბობენ, მეორე დღეს მეორეს ამბობენ, ფაქტია რომ ამათ ინტერესში არის ქაოსი და ეს არის მათი განცხადებები. ასევე გუშინ თავის გვერდზე გამოაქვეყნა Truth Social-ში ტრამპმა თავისი განცხადება, რომელი განცხადებაც შემდეგნაირად ეხებოდა ზუსტად იმ ქვეყნებს, მე შეგახსენებთ, რომ ესპანეთმა, საფრანგეთმა, იტალიამ უარი განუცხადეს საჰაერო სივრცის გახსნაზე და უთხრეს განუცხადეს, რომ ჩვენი ომი არ არის ეს, ასევე ბრიტანეთმა უარი უთხრა თავისი ბაზების გამოყენებაზე, მას შემდეგ რაც ბრიტანული ბაზები დაბომბვის ქვეშ გახდა, კვიპროსზე და დიეგო გარსია 4000 კილომეტრით მოშორებული. ამის შემდეგ განაცხადა ტრამპმა, რომ ეს ჩემი პრობლემა არ არისო, საერთოდ არ მაინტერესებს ორმუზის სრუტის საკითხი, ჩვენ პრობლემას არ გვიქმნისო და გამომდინარე აქედანო, თავად თქვენ ორი გამოსავალი არისო, თუ თქვენ გჭირდებათო ნავთობი და გაზი და ესეთი რაღაცეები მომბრძანეთ და იყიდეთო, ჩვენ გვაქვს ყველაფერიო და ჩვენგანო შეიძინეთო და მეორე საკითხიო, თუ თქვენ ასეო გადარდებთო ორმუზის სრუტეო, მიბრძანეთო და თქვენ თვითონ გახსენეთო ეს ორმუზის სრუტეო, როგორი გასახსნელი არისო. ჩვენ ხელი დაგვიბენიაო, თქვენო ისო რა ქვიაო
ნატოს პარტნიორები საერთოდ რა ხართ და ვინ ხართო კაცი შვილმა ვერ გაიგო, არაფერი არ დაგვეხმარეთ ირანთან მიმდინარე ომშიო. აი ასე ექცევიან თავიანთ ეგრეთ წოდებულ პარტნიორებს ირანის ელჩის განცხადება სხვა არაფერი არ იყო. გარდა იმისა, რომ შეერთებული შტატები ვისაც გამოიყენებს მე ამ ყველაფერს თავიანთ ქვეყანაში მიიღებენ, ზოგი ენერგეტიკული კრიზისით, ზოგი პოლიტიკური კრიზისით და ზოგი ომით, ამიტომ ამათი საუბრები, ამათი ჩახუტება და ამათი მოწოდება ამერიკული ჯარების შემოყვანის საქართველოში და ამერიკული ბაზების გახსნის საქართველოში, აი ამას მოიტანს საქართველოში. მე არ ვიცი რა მოყვება ამ ყველაფერს, ვნახოთ, დავაკვირდეთ მოვლენებს, თუმცა ძალიან დიდი ალბათობა გვაქვს ესა ირანულ შაჰედებს, ირანულ ხეიბრებს და ირანულ მოცეკვავე რაკეტებს თბილისის აეროპორტში პირდაპირ საბრძოლო ომის თეატრში ვიხილოთ. თუ როგორ და რანაირად. დარჩენს აგერ დრო და მე დაიწყეთ თუ რა ცუდი არის ირანი. მე დაიწყეთ რომ დაგვბომბა. ასევე მინდა თავის ვისაც ინგლისური გესმით ნახეთ თუ არა მე შემდეგ გითარგმნით თუ რაც არის ეს ყველაფერი. During the Persian Gulf War, 1990-1991, Arab countries paid for the vast majority of the cost of the war. Kuwait, Saudi Arabia, the UAE. Who's paying for the cost of this war? Will those Arab countries step up to do just that? Well, I think it's something the president would be quite interested in calling them to do. I won't get ahead of him on that, but certainly it's an idea that I know that he has and something that I think you'll hear more from him. აქ იყო შეკითხვა იმ საკითხთან დაკავშირებით თუ როდესაც ამბობდა ტრამპი რომ ეს ომი უნდა გადაიხადონ და დააფინანსონ ორმუზის სრუტის ქვეყნებმა, ამ კითხვასთან დაკავშირებით იყო ჟურნალისტის კითხვა დასმული, რაზეც თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა განაცხადა, რომ ამაზე ტრამპი თვითონ გააკეთებს განცხადებას, რომ ეს ომი, რომელი ომიც ახლა მძვინვარებს ახლო აღმოსავლეთში და რომელიც არის შეერთებული შტატების და ისრაელის წამოწყებული, უნდა გადაიხადოს სხვა ქვეყნებმა, რომელი ქვეყნებიც ჩართული არიან ამ ყველაფერში და რომელთაც ზარალი აქვთ მიმდგარი, თუ არა, ახლა პრობლემები მათ უფრო მეტი აქვთ, ვიდრე სხვა დანარჩენ ქვეყნებს, აქედან გამომდინარე, მათ ამ ყველაფერში ზარალი ადგება, თვითონ ვინმე მთხოვა ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ ომი დაწყებულიყო და ჯარები შემოეყვანათ, ამიტომ ამერიკელების თავიანთი ხარჯების ანაზღაურებას ითხოვენ და ამ ანაზღაურების შემდეგ ისინი გაეცლებიან ამ ყველაფერს, როგორც განაცხადეს, რომ გადამიხადეთ 2 მილიარდ ნახევარი და ომი დამთავრდება, თუ არა და 5 მილიარდის გადახდა მოგიწევთ. აი ეს არის თეთრი სახლის პოლიტიკა, ეს არის ტრამპის ოფიციალური პოლიტიკა და რა ვიცი, ამ ხალხთან, ამ ეპშტეინის კოალიციასთან ურთიერთობა რა სიკეთეს მოგვიტანს და რა სიკეთე უნდა მოქონდეს, მე მგონი, ამას უნდა ხვდებოდეთ, როდესაც არც ერთ თავისი ეგრეთ წოდებული პარტნიორის მიმართ და ეს მაგათი კრედო იყო ამერიკის მტერი საშიშია, მაგრამ იყო ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორი, ეს სასიკვდილოდ საშიშია. ერთი წამით მე მინდა გაჩვენოთ აქ თქვენ ერთი თუ როგორ იქცევა, აი პოლონელებს შეუთვალა, რომ კეთილი ინებეთ და თქვენ თვითონ გახსენით ესა რაკეტები, თქვენ თვითონ გადაეცით ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს, იმათ უფრო ჭირდებათ, ვიდრე თქვენ გჭირდებათო მოსალოდნელი რუსულ საფრთხესთან მიმართებაში, ესეც ამერიკელების ხელწერა არის, ნამდვილად არ აინტერესებთ მათ არაფერი და აი პარალელურად თეთრი სახლი უხსნის რუსულ ტანკერებს სანქციებს და მშვენივრად არიან ერთი მეორის ჩახუტებაში და ერთი მეორის სიყვარულში, ასევე
მინდა გაჩვენოთ ეს რუკა, რომელიც გუშინ იქნა შეერთებული შტატების თავდაცვის ომის მინისტრის მიერ ასე შეცვალეს ეს სახელწოდება გააჩნია გამოქვეყნებული, თუ რას გეგმავენ ამერიკელები მომავალში, რომ დიდი ამერიკა როგორი უნდა იყოს, ეს არის შეერთებული მთლიანად მექსიკის ყურის ქვეყნები, აღარა საუბარი თვითონ პატარა ისეთ ქვეყნებზე, როგორიცაა დომინიკის რესპუბლიკა და ჰაიტი და ესე შემდეგ, აქ შეერთებული არის კუბაც, შეერთებული არის მექსიკაც, შეერთებული არის კანადაც, შეერთებული არის გრენლანდიაც, შეერთებული არის ასევე ვენესუელა, პანამის არხი, სალვადორი, ეს ნავთობით მდიდარი რეგიონები, ეს რეგიონები არის ძალიან მდიდარი ნავთობით და შემოსაზღვრული არის დიდი ამერიკის გეგმა, რომელიც უნდა განახორციელოს ამ პოლიტიკურმა ელიტამ, თუმცა როგორ უნდა განახორციელოს, ამაზე ლაპარაკი არ ყოფილა, მაგრამ ეს იყო ოფიციალური განცხადება და ეს რუკა იქნა პრეზენტირებული მაშინ, როდესაც გუშინ ამერიკის თავდაცვის მინისტრი ლაპარაკობდა ამ ყველაფერთან დაკავშირებით. მე მინდა გაჩვენოთ ახლა ცოტა ამერია, იცით, დაწყებამდე ერთი წუთით ადრე გადავხედე ამ ყველაფერს და ამერია ერთი მეორის მიყოლებით, რომ როგორ უნდა დამელაგებია ეს ყველაფერი და აი ამის ჩვენება მინდოდა თქვენთვის, ჩემო კარგებო, კარგად დააკვირდით აი ამ რუკას. კარგად დააკვირდით. ეს არის საჰაერო ტრანზიტი შეერთებულ აღმოსავლეთ და დასავლეთ ევრაზიის ქვეყნებს შორის. თუ კარგად დააკვირდებით, აქ შავით თეთრზე არის ნაჩვენები თუ რა რეალობა ხდება ტრანზიტის მხრივ ევრაზიის კონტინენტზე. რუსეთი გამორიცხული არის, გადაკეტილი არის ეს ყველაფერი. უკრაინის საჰაერო სივრცე ომი არის და გადაკეტილი არის. ბელორუსიის სივრცე გამოიყენება ნაწილობრივ, ძალიან უმნიშვნელო თვითმფრინავებით. დაკეტილი არის სირიის, ერაყის, ირანის, კუვეიტის, ისრაელის, იორდანიის სამეფოს, კატარის საჰაერო სივრცეები, ესენი ბაჰრეინის და გამოიყენება შემოვლითი მარშრუტი, რომელიც მთლიანად სამხრეთის მხრიდან უვლის ამ ყველაფერს წრეს და მეორე, დააკვირდით, აი აქ მწვანე ისრებით, აი ეს არის საქართველოს, კავკასიის მიმართულება, ტრანზიტი, რომელი ტრანზიტიც არის დერეფნად დარჩენილი უმოკლესი მარშრუტი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, ისევე ჩრდილოეთს და სამხრეთს შორის, რადგან რუსული თვითმფრინავებისთვის საქართველოს საჰაერო სივრცე არ არის დაკეტილი, არც ბელორუსიული თვითმფრინავებისთვის და აი ზუსტად ეს არის კორიდორი, რომელი კორიდორიც არის ჩასაშლელი იმ ძალებისთვის, რომელ ძალებსაც აქვს უდიდესი სურვილი ირანთან ერთად უზარმაზარი ზარალი მოუტანოს არა მარტო სპარსეთის ყურის ქვეყნებს, ასევე ჩინეთს და აი თუ კი საქართველო იქნება ომში ჩათრეული, მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი სერიოზულად დაარტყამს არა მარტო ჩინეთის, არამედ ევროკავშირის ეკონომიკებს, სერიოზულად დაარტყამს ძალიან ბევრ ქვეყანას, რომელიც აი ამ დერეფნით სარგებლობს და ეს არის სასიცოცხლო არტერია, განსაკუთრებით აი ამ ომის დროს, აი ამ ფონზე აქ გამოჩენა ამერიკული ხომალდების, ეს არის მიზანმიმართული ღალატი, მიზანმიმართული ბოროტება, რომელი ბოროტებაც უნდა განხორციელდეს ჩვენი ქვეყნის მიმართ. და არა მარტო ჩვენი ქვეყნის მიმართ, ჩვენი ქვეყანას უკვე მეორე ხარისხოვანი, მესამე ხარისხოვანი აქ საქართველოს არავის არ ადარდებს. აქ არის მთავარი რა, ამ ომმა მაქსიმალურად უნდა დააზარალოს როგორც ევროკავშირი, ასევე ჩინეთი, ასევე რეგიონის ქვეყნები და აი აქედან გამომდინარე საქართველოსაც უნდა მიადგეს კატასტროფული ზარალი. სხვა მიზნით ეს ომი არ არის დაწყებული. მხოლოდ და მხოლოდ აი ამ მიზნით არის დაწყებული ეს ომი. ამიტომ
აი რეალობა აი ეს არის. მე კიდე ერთხელ მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურად ყველაფერს მიადევნეთ ყურადღება, დაიმახსოვრეთ, რადგან თუ კი საქართველო იქნება გარეული აი ამ ომში, ქართველმა ერმა უნდა მოუწყოს ტრიბუნალი ზუსტად იმ კონსტიტუციონალურ მოძრაობას და იმ ნაციონალურ მოძრაობას, რომლებიც კოჰაბიტაციაში ანადგურებენ ჩვენ ქვეყანას და აი ახლა უზარმაზარი შანსი აქვს, რომ ფიზიკურად საბოლოოდ გაანადგურონ საქართველო. ირანი რო არავის არ მოერიდება, მე მგონი ამას ყველა ნორმალური უნდა ხვდებოდეს. ყველა ნორმალური უნდა ხვდებოდეს და აი ეს ხალხი, რომლებსაც ვითომ და ქართველობა ქონდათ პირზე წამოგებული, აი ზუსტად აი ეპშტეინის კოალიციის წყალობით ფერეიდანში უამრავი ქართველი დაიღუპა და ხმას არ იღებს არც ერთი. იმიტომ რომ ამერიკული ბომბები და ისრაელის ბომბები დემოკრატიის და სიცოცხლის მომტანი არის. კარგით, ეხლა აღარა მაქვს სიმართლე გითხრათ მეტი საუბრის თავი. გადავალ უბრალოდ რუკაზე, რომ რუკაზე გაჩვენოთ თუ რა რეალობა არის ადგილზე და შემდეგ უკვე განვიხილოთ თვითონ ომის თეატრზე მიმდინარე მოვლენები, რომელიც მალე შეიძლება საქართველოშიც იქნას გადმოტანილი და კარგად დაიმახსოვრეთ ეს ყველაფერი. კარგად მიაქციეთ ყურადღება ამას. რაც შეეხება უშუალოდ აი ომის თეატრზე რაც ხდება, აქ ძალიან ბევრი საინტერესო მოვლენა არის. მათ შორის ერთ-ერთი საინტერესო ინფორმაცია ის არის, რომ ორმუზის სრუტეში მეტნაკლებად მოხდა მოძრაობის აღდგენა და ეს ირანის პირობებიდან გამომდინარე უსაფრთხო კორიდორის შექმნით, რომელშიც გასვლაც $2 მილიონი ეკვივალენტი ჩინური იუანი არის გადასახდელი, ასე რომ ირანი წარმატებით აკონტროლებს ორმუზის სრუტეს და რაც აქამდე არ ქონდა, ახლა შემოსავალსაც გემრიელად ღებულობს. აი ეს არის ძლევამოსილი ამერიკელების მიერ წარმოებული ომი. მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა იერიშები მიმდინარეობს, მაგრამ მე სიმართლე გითხრათ, აი ამ მიმართულებაზე მეტად მინდა ერთი ძალიან საინტერესო მომენტი გაჩვენოთ და ამ მომენტისთვის იქნას, იმიტომ რომ აქ მაინც ორივე მხრის იერიშები არის, ირანმა დაბომბა, ამერიკამ დაბომბა, მიმდინარეობს ერთი და იგივე, ესე რომ ვთქვათ, სიტუაცია. მაგრამ მე ახლა მინდა გაჩვენოთ თქვენ სულ სხვა მიმართულება და ეს უფრო სულ სხვა მიმართულებას ეხება. პირველ რიგში ორმუზის სრუტეს ხომ ირანი აკონტროლებს სრულად. აი ამ ორ ძირითად სასიცოცხლო არტერიას. მეორე მიმართულებას, აი ამ მიმართულებას, რომელიც არის ორმუზის სრუტეზე ბევრად მნიშვნელოვანი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ამ მიმართულებას აკონტროლებენ ირანის მოკავშირე ჰუსიტები, რომლებიც ოფიციალურად ჩაერთვენ ომში. განაცხადეს, რომ ისინი წითელი ზღვის მიმართულებაზე გააკონტროლებენ აი ამ სრუტეს და ცხვირს არ შეაყოფიებენ არც ერთ ეპშტეინის კოალიციის გემებს და უფრო მეტიც ჰუსიტები იემენმა განაცხადა, რომ ისინი ერთვებიან ომში და მათი სამიზნე არის ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ისრაელი. იემენი ერთადერთი გამონაკლისი იყო, რომელიც ღაზაში მიმდინარე ხოცვა-ჟლეტის დროს ომს უცხადებდა და ბლოკადას უცხადებდა ისრაელს და ბომბავდა, ამიტომ ამ ეტაპზე არანაირი პრობლემა არ გააჩნია. ისრაელის მიმართულებით ბომბავს ეილატის პორტს სამხრეთ ისრაელის მიმართულებაზე. ასევე ნეგევის უდაბნოში
და დინონში, სადაც განთავსებული არის ისრაელის ბირთვული მიმართულების აწყობები ადგილზეც იერიშები მიაქვს, თუმცა მე მინდა გაჩვენოთ თქვენ ისრაელის ოპერაციები სამხრეთ ლიბანში, სადაც ჰესბოლასთან ისრაელის არმია უშუალოდ მიწაზე ხმელეთზე იბრძვის და ძალიან რთულ მდგომარეობაში არის აღმოჩენილი. აჩვენებთ ახლავეს თვითონ რა ხდება ამ მიმართულებაზე. ამ მიმართულებაზე ისრაელი ცდილობს, რომ სამხრეთ ლიბანის მიმართულება, აი, დაახლოებით ეს ადგილი იქნას დაკავებული. ეს ახლა გავზომოთ ერთი წუთით რამდენია. აი, ეს არის სამხრეთ ლიბანის მიმართულება, არ არის დიდი სირიის საზღვრამდე. არის 56 კილომეტრის სიგრძის ტერიტორია, სადაც სამხრეთ ლიბანში, სადაც განთავსებული არის ჰესბოლას შეიარაღებული ძალები, რომლებიც ახორციელებენ იერიშებს ისრაელის მიმართულებაზე. ისრაელი თვლის, რომ ამ ტერიტორიაზე მან უნდა შექმნას ბუფერი, რომ უსაფრთხოება უზრუნველყოს თავისი ტერიტორიების და დაპყრობილი გოლანის სიმაღლეების ტერიტორიების, ეს სირიის მიწა არის. ამიტომ აქ შეყვანილი ყავს შეიარაღებული ძალები, რომლებსაც აქვთ ძალიან ცუდი, ეს 28 მარტი არის, ძალიან ცუდი მდგომარეობა და გააჩნიათ უზარმაზარი დანაკარგები, ვრცელდება ინფორმაციები სხვადასხვა წყაროებიდან. ეს 28 მარტია, 29 მარტი, ეს ყველაზე კატასტროფული აღმოჩნდა ამ რეგიონში, მათ შორის დაიღუპნენ ჟურნალისტები, ლებანელი ჟურნალისტები, მაგრამ განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ამ დღეს ისრაელის 21 ტანკი იქნა მარტო მხოლოდ ერთ დღეს აფეთქებული, რასაც ავრცელებენ ამ ინფორმაციას სხვადასხვა რაკურსით, თუ როგორ იქნა ჰესბოლას მიერ განადგურებული ისრაელის სატანკო აი 40 წლის მანძილზე ყველაზე დიდი დანაკარგი ერთ დღეს აღმოაჩნდათ, განადგურებული არის 21 ისრაელის ტანკი. ასევე დაღუპული არის გაეროს დამკვირვებლები, რომლებიც ლიბანში არიან განთავსებული, მაგრამ რას აკეთებენ საერთოდ, ნუ, რა ვიცი, სისულელე არის მათი ყოფნა, მაგრამ აინც არის განთავსებული უკვე რამდენი წელი არის. აი ეს ტერიტორიები, რომლებსაც ხედავთ თქვენ, აი ამ ფერით, იასამნისფერად არის აღნიშნული, ამ ტერიტორიებზე ცდილობენ ისრაელის სამხედროები გამაგრდნენ. ახლა ცნობილი ასევე უკვე 31-ში 4 ებრაელი ჯარისკაცის დაღუპვის. ამ დიდი დანაკარგის ფონზე აქვთ გარკვეული წინსვლა, მაგრამ არა ისეთი, როგორცაც ისურვებდნენ, რადგან ეს არის მთაგორიანი ტერიტორია, ძალიან მთაგორიანი ტერიტორია არის, სადაც ბრძოლების წარმოება არ არის ისე მარტივი, როგორი მარტივით შეიძლება ვინმეს წარმოედგინოს. ეს არ არის უდაბნო
აქ არის ერთი პატარა მდინარე, რომელ მდინარესთანაც აქვს სურვილი მათ შექმნან ბუფერი და მოხდეს ბუფერული ზონის შექმნა. პარალელურად თავისთავად დარტყმებს ახორციელებს ჰესბოლა ისრაელზე და ასევე დარტყმებს ამ დღეების მანძილზე ირანთან ერთად ახორციელებენ ჰუსიტები, განსაკუთრებით აქ სამხრეთ ლიბანის მიმართულებაზე, რომელიც ყველაზე მტკივნეული არის. ამდენი შენობა არის განადგურებული იმონში. ომი უკვე გამხდარი არის რეგიონალური, ვინმეს არ ქონდეს იმის ბომბება თვითონ თელ-ავივი თავისთავად ცალკე უბედურება არის. რასაც უკვე ვეღარანაირად, ვერც მანამდე დიდად, მაგრამ ეხლა უკვე ვეღარანაირი რკინის გუმბათი და მსგავსი რამ ვერ აკავებს. ამიტომ ისრაელი ძალიან მძიმე მდგომარეობაში არის. სახმელეთო ოპერაციები, რომელიც სახმელეთო ოპერაციებიც შეიძლება და თეორიაში იყოს საუბარი, რომ შეიძლება დაიწყოს შეერთებულმა შტატებმა, სინამდვილეში არის ბლეფი და ტყუილი, გამომდინარე იქედან, რომ ის ძალა, რომელიც ძალაც ვითომდა ცდილობს შეჭრას რეგიონში და ომის წარმოებას, საკმარისი არ არის ერთი ქალაქის გასაკონტროლებლად და ირანს უკვე დაახლოებით 5 მილიონი რეზერვისტი, 1 მილიონი საბრძოლო არმია და 5 მილიონი რეზერვი მობილიზირებული ყავს საბრძოლველად. ამერიკელების იდეალური ვარიანტი არის, რომ თავად საჰაერო დარტყმებით მოახდინონ მხარდაჭერა და არაბების და არაბული კოალიციის და სპარსეთის ყურის კოალიციის ქვეყნებმა მოახდინონ სამხედრო ოპერაციებში ჩართვა, მაგრამ ეს არის რაღაც ფანტასტიკის რაღაცა ისეთი სფერო, რადგან ამ რამოდენიმე წლის წინ, როდესაც იემენში ჰუსიტების პროირანული რეჟიმი მოვიდა სათავეში, მაშინ ცადა საუდის არაბეთმა შეიარაღებული ძალებით იემენში შეეცვალა პოლიტიკური სიტუაცია, თუმცა ამ პატარა იემენშიც კი დამარცხდა და იძულებული გახდა გასულიყო უკან. ფაქტობრივად იემენის ჰუსიტების წინააღმდეგ შეერთებული შტატების ფლოტიც უძლური აღმოჩნდა. ავიდანვე ტრამპი იძახოდა, რომ ჩვენ ამათ გავანადგურებთ, ასე ვიზამთ, ისე ვიზამთ. ისრაელის ძალებმაც ვერაფერი ვერ დააკლეს. ჰუსიტები დარჩენ იემენში, ამიტომ სისულელია იმაზე ლაპარაკი, რომ გადაწყვეტენ ესენი ირანზე კოალიციის შეკვრას და ომის წარმოებას, მიუხედავად იმისა, რომ აი ამდენი დანაკარგი გააჩნიათ. მოკლედ, აი ეს არის ბოდიშკიხტი, ცოტა არეულ-დარეულად გესაუბრებით, იმიტომ რომ დაალაგებული გეგმები ამერია და რაც შეეხება საქართველოს და ირანის ესე რომ ვთქვათ საჰაერო მანძილს 165 კილომეტრი არის უკიდურესი ადგილიდან. ახლა ნახჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან, სადაც ირანი ესაზღვრება. აქედან თბილისის დაბომბვა, თბილისის აეროპორტის დაბომბვა და საქართველოში ნებისმიერი წერტილის დაბომბვა ირანისთვის, რა ვიცი, ძალიან მარტივ გასეირნებას წარმოადგენს. ასე რომ ჩვენ შეიძლება ძალიან საინტერესო რამეს გამოვკრათ ხელი და მე უთხრათ განსაკუთრებული მადლობა ალბათ ბიზნეს, რა ვიცი, დემოკრატიის ექსპორტიორებს, ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს და ნახოთ აბა რა იქნება. მე ვთქვა თუ ირანი ოკუპანტია და ირანი მტერია და ესეთი რაღაცები ისტორიული ვიძახოთ, ვაკეთოთ ამით ისრაელის საქმე, შეერთებული შტატების საქმე და გავაფუჭოთ ჩვენი.
დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის. ვიდეო ლაივში შევეცდები უფრო გავარკვიო ეს რაც ხდება საქართველოსთან დაკავშირებით და შევთავაზოთ.